ღირსი პორფირი კავსოკალიველი. სულთმოფენობას არა მარტო მოციქულებზე გარდამოვიდა ღვთის მადლი, არამედ მათ ირგვლივ მყოფებზეც, რამაც გავლენა იქონია მორწმუნეებზეც და ურწმუნოებზეც. აი რას ამბობს ამის შესახებ საქმე მოციქულთა. და აღსრულებასა მას დღისა მერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთარს და იყო მეხსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა იგი იყვნეს მსხდომარე და ეჩვენეს მათ განყოფანი იგი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულად კაცადსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვად. როდესაც პეტრე მოციქული თავის ენაზე საუბრობდა, იმავდროულად მისი ენა მსმენელებს მშობლიურ ენად ესმოდათ. სულიწმიდამ უხილავად საიდუმლო სახით ყველას მათ ენაზე გააგებინა მოციქულის სიტყვები. ასეთი სასწაულები სულიწმინდის მოქმედებით ხდება. მაგალითად სიტყვა სახლი მათთვის, ვისაც ფრანგული ენა ესმოდა, გაჟღერდებოდა როგორც აამაისონ. ეს ჭვრეტის სახე იყო, ყველას თავისი მშობლიური ენა ესმოდა. ხმა შინაგან სმენას წვდებოდა, ხოლო შინაგანად საღმრთო ნათლის წყალობით სიტყვები მათსავე ენაზე ისმინებოდა. ეკლესიის მამები სულთმოფენობას თითქოს და მცირედ სწევენ საბურველს, კრეცაბმელს, ეკრძალვიან აზრის გადასხვაფერებას, გაბუნდოვანებას. იგივე ხდება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშიც. ვინც ღვთივგაბრძნობილი არ არის, ღვთის საიდუმლოს ვერ მისწვდება. ქვემოთ ნათქვამია და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში და მრავალი ნიშნები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა. ესე იგი შიშმა ყოველი სული მოიცვა, მაგრამ ეს შიში სულაც არ იყო შიში ჩვეულებრივი გაგებით. არამედ ეს იყო უცხო, მიუწდომელი, ჩვენთვის გამოუთქმელი რამ. ეს იყო კეთილკრძალულების ძრწოლა, სისავსე, მადლი, ეს იყო საღმრთო მადლით აღსება. სულთმოფენობისას ადამიანები უეცრად აღმოჩნდნენ განღმრთობის ისეთ მდგომარეობაში, რომ დაიბნენ. ამდენად მადლმა მოიცვა ისინი დააღმრთოვანდნენ. ამ სიტყვის კარგი გაგებით. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომელსაც ზოგჯერ მდგომარეობას ვუწოდებ. ეს იყო შთაგონება, სულიერი სიშმაგის მდგომარეობა. აკურთხევდეს სახლმდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა, აქებდეს ღმერთსა და აქ უნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა, ხოლო უფალი შეძინებდა ცხოვნებულთა დღითი დღედ ეკლესიასა. პურის განტეხვა საღმრთო ზიარება იყო და ცხოვნებულნი დღითი დღე მრავლდებოდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ყველა ქრისტიანი სიხარულითა და განმარტებულითა გულითა ადიდებდა ღმერთს. ესეც იგივეა, რაც ყოველ სულზე დაცემული შიში. იგი აღბრთოვანებაა და იმავდროს გარდარევა. და მე ამით ვცხოვრობ, განვიცდი და ვტირი. ეს ღვთაებრივი მადლია, ეს ქრისტეს სიყვარულია. ეს არის ის, რითაც მოციქულები ცხოვრობდნენ, როდესაც მთელ ამ სიხარულს განიცდიდნენ. ხოლო შემდეგ ყველას გადაეცა ეს განცდა, ვინც მთაზე იმყოფებოდა. ანუ მათ შეიყვარეს ერთმანეთი, უხაროდათ ერთმანეთი, ერთობაში იმყოფებოდნენ. ეს სულიერი შინაგანი გამოცდილება ბრწყინვალე ნათელს გამოსცემს და ამით სხვებიც ცხონდებიან. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთასა იყო გული და გონება ერთ და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, რამეთო იყო ყოველივე მათ და ზოგად.
საქმენი საუბრობენ ზოგად ცხოვრებულთა ცხოვრებაზე. აქ ქრისტეს საიდუმლოა, ეს არის ეკლესია. პირველი ეკლესიის შესახებ უკეთესი სიტყვები არ არსებობს.